შიდა დაპირისპირება კოალიცია ქართული ოცნების რუსთავის წარმომადგენლებს შორის რუსთავის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ქალაქის თვითმმართველობაში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებდნენ. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების ზოგიერთ წევრს შორის გარიგებებს აქვს ადგილი. აქციის მონაწილეებმა მერიის წინ თვითმმართველობის წარმომადგენლებს რუპორით მიმართეს. პარტიის წევრები აღნიშნავენ, რომ ისინი აქციებს იმ დრომდე გამართავენ, სანამ ქართული ოცნების წევრების მხრიდან მსგავსი ქმედებები არ შეწყდება და ფსევდო-ქართული ოცნების ყველა წევრს ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებებში არ ამხედენ. მომდევნო საპროტესტო აქცია ხვალ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები აღნიშნული პროცესების მართვაში მთავარ დამნაშავედ სწორედ ზვიად ძიძიგურს მიიჩნევენ. როგორც საკრებულოში, ასევე ბერიაში ზიანის ადამიანები, რომელიც ხანს განმავლობაში საქართველოს ატარებენ. თქვენ ხედავთ, აქ შეკრებილი არის ქართული ოცნების მხარდამჭერები და პარტიის წევრები, რომელიც აპროტესტებენ ქალაქში შექმნილ ვითარებას. კერძოდ, ქართული ოცნების სახელით მოქმედებს გარკვეული წრეები, ის ადამიანები, რომელიც ქართული ოცნების სახელით მოქმედებენ, არიან ყოფილი ნაციონალები, ნაციონალურ პარტიასთან დაახლოებული პირები და ის კლანების გამგზელებელი, მათი კლანის გამგზელებელი პირები. ჩვენ ამას ყოველთვის გავაპროტესტებთ და არ მივცემთ არავის საშუალებას იმისას, რომ ქალაქ რუსთავი ისევ შეხრას, ისევ ჯიბეში ჩაიდოს და ის ცინიკური დამოკიდებულება და ის ღიმილი და სიცილი, როგორც ახლა აქ წარმომადგენლები იხედებიან ფანჯრებიდან, ძალიან მალე შეეცვლებათ მათ ის დამოკიდებულება და რეალურ სიგრძნობენ. ხვალ ჩვენ ყველა ვიკრიბებით მაჟორიტარის ბიუროსთან და იქ გავაპროტესტებთ დანარჩენს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ერთი წელი გავიდა იმის შემდეგ, არაფერი შესწრული, არ დაფუძნებულა ორგანიზაცია, ჩვენ გვებძიან სხვადასხვა ძალები, რომ არ დააფუძნდეს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო და თავისებურად იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის წევრები შემოყავთ პარტიაში. ამას დგას მაჟორიტარის სათავეში, რა თქმა უნდა, ზვიად ძიძიგური. სოზარ სუბარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ ციხეებში ეგრეთ წოდებული მაყურებლების გავლენასთან დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს. სასჯელ აღსრულების მინისტრი აბსურდულს უწოდებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ციხეების კრიმინალური ავტორიტეტების მიერ მართვასთან დაკავშირებით. სუბარის თქმით, ციხეებში ეგრეთ წოდებული მაყურებლის ინსტიტუტის გაძლიერება სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა. რაც შეეხება იმ მაყურებლებს, რომლებიც ნაციონალებმა გუშინ გაკეთებულ განცხადებებში ამა თუ იმ ციხეებში დაასახელეს, სუბარის თქმით, აღნიშნული მსჯავრდებულების უმრავლესობა ცალკე საკანში იხდის სასჯელს და შესაბამისად მაყურებელი ვერ იქნება. მინისტრის თქმით, ახალ ხელისუფლებას ნაციონალებმა მემკვიდრეობით 700-მდე გავლენიანი მაყურებელი დაუტოვა. სოზარ სუბარმა ასევე გრძელვადიანი პაემნების ოთახებში დამონტაჟებული ფარული ვიდეოკამერების აღმოჩენასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მემკვიდრეობა, რომლებიც ჩვენ მათგან დაგვხვდა, ეს არის 700-მდე მაყურებელი, მათ შორის 200-მდე ძალიან გავლენიანი. ეს იყო რაც მე დამხვდა, ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც გახსოვთ 2012 წლის ოქტომბერში აწყობდნენ არეულობებს მეთექვსმეტე დაწესებულებაში ქსანში. მათი უმრავლესობა დღეს არის გადაკეტილი და ვერანაირ გავლენას სხვა პატიმრებზე ვერ ახდენ. ნაწილი გაშვებულია და ისინი იმალებიან, სახლიდან ვერ გამოდიან, იმიტომ რომ ეშინიათ სხვა პატიმრების შურისძიების, არის ფაქტი, ისინი დღესაც არსებობენ ზოგიერთ დაწესებულებაში და ჭირდება გარკვეული დრო, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების გაუმჯობესება, რომ ეს ადამიანები იქ აღარ მართავდნენ და იქ აღარ იყვნენ. სოზარ სუბარი სასჯელ აღსრულების და პრობაციის სასწავლო ცენტრს სტუმრობდა, სადაც მინისტრი მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებულ ტრენინგ სემინარის მიმდინარეობას გაეცნო. სემინარი სასჯელ აღსრულების სისტემაში მომუშავე პერსონალს უტარდება. მინისტრის თქმით, ტრენინგი უწყებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე ყველა იმ ადამიანს უტარდება, ვისაც მოშიმშილე პატიმრებთან შეხება აქვს. ტრენინგის მონაწილეები მსგავსი პრობლემების ეფექტური გზით მოგვარების ხერხებს ეცნობიან. დღეს პირველად მაია ხასიას დამსახურებით ჩვენი სასწავლო ცენტრის დირექტორის დამსახურებით შემუშავდა ძალიან მკაფიო პროგრამა თუ როგორ უნდა კონდეთ ადმინისტრაციას, ექიმებს, ურთიერთობა პატიმრებთან, როგორ უნდა იყოს მიდგომა, რა დახმარება უნდა გაეციოს მათ და დღეიდან ეს სტანდარტი იქნება აუცილებელი ყველა თანამშრომლისთვის. დღეს ერთად გადიან ამ
ტრეინინგს, როგორც სასილახსოების დაწესებულების თანამშრომლები, ისე ექიმები, ექთნები. ტრეინინგი მოიცავს ფაქტიურად პირველივე დღიდან თუ როდის ითვლება პირი მოშიმშილეთ, როგორ უნდა მოხდეს დაფიქსირება, რომ ადამიანი აცხადებს შიმშილობას, როგორ უნდა მიაწოდონ მას საკვები, როგორ უნდა მოეპყრას მას ყველა თანამშრომელი, რომელსაც გარკვეულწილად ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა აქვს მოშიმშილე პატიმრართმიცის სამსახურიდან გამომდინარე. სასჯელოსნობის დაწესებულებაში ხშირია შემთხვევები ბრალდებულთა მსჯავრდებულთა შიმშილობის შესახებ და სწორედ ჩვენი ტრენინგიც ემსახურება მოშიმშილე პატიმრებთან მოპყრობის წესისა და პირობების უფრო უკეთესად დასწავლას და რა თქმა უნდა ეს გამოგვადგება ჩვენ პრაქტიკაში. გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა ჰაკერები დაახლოებით 9 საათის განმავლობაში ოფიციალურ საიტზე არასწორი ინფორმაციას აქვეყნებდნენ. გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს მოუწოდებს სიტუაციის გამოსწორებამდე Facebook-ში ეროვნული ცენტრის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდონ. გამოცდების ეროვნული ცენტრი ვითარების გამოსწორების შემდეგ ოფიციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს. საქართველოს ჩემპიონატში წარმატებული სტარტის შემდეგ რუსთავის მეტალურგმა გამარჯვების მოპოვება საქართველოს თასის გათამაშებაში შეძლო. რუსთაველმა ფეხბურთელებმა ფოლადის სტადიონზე გაგრა მიიღეს და 2-0 დაამარცხეს. ორივე გოლი მეტალურგის ახალწეული ფეხბურთელის გიორგი ბერიაშვილის ანგარიშზეა. მან მეტოქის კარი ჯერ 55 წუთზე აიღო, შემდეგ კი დუბლის გაფორმება 78 წუთზე შეძლო. მეტალურგსა და გაგრას შორის საქართველოს თასის გათამაშების მე-16 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი 17 სექტემბერს გაიმართება. მოგეხსენებათ გაგრა ქვედა ლიგელი გუნდია და უკინა გვეთამაშებოდა. მაინც მეორე ხარისხოვანი გუნდად იყო დღეს. და არ გადმოდიოდა შეტევაში, ამიტომ მთელი ძალებით უკან იდგა და ჩვენც გაგვირთულდა თავიდან, მაგრამ პირველმა გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა. მე უფრო გაიხსნა ზონები და ჩვენც გაგვიადვილა თამაში და 2-0 დასანანია ის რომ ჩვენ ვერ გამოვიყენეთ კიდევ ერთხელ ეს მომენტები და ესეთი მოწინააღმდეგე როგორც მეტალურგი ამას აგვპატიებს და ეს იყო და ეს ჩვენ ვფიქრობ ერთი გოლი მაინც გასვლაზე, ასე თამაში თუ გვინდა რომ წარმატებას მივაღწიოთ, ერთი გოლი აუცილებლად უნდა გაგვეტანა, მაგრამ ნახოთ 17 სექტემბერი წინავე. საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მემბრების ოჯახის წევრები ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაში დასასვენებლად დაპატიჟა. მიხეილ სააკაშვილი მათ დღეს საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად გაუმასპინძლა. პრეზიდენტმა პატარებს რეზიდენცია თავად დაათვალიერებინა. საპატრულო პოლიციის რებრენდინგის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში განახლებული საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოები დაათვალიერა. იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ავტოპარკი მთლიანად განახლდა და შკოდას მარკის 25 ავტომანქანით შეივსო. გაფართოვდა ასევე სამოქმედო არეალი. ქუთაისის 14 საპატრულო მანქანა მოემსახურება. მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ზესტაფონში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აგებული სამსართულიანი ნაგებობა უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო წარმატებულად იმუშავებს ზესტაფონის პოლიცია, თუმცა პოლიციის თანამშრომლებს ექნება დამატებითი სტიმულის მიცემი, უფრო მეტი мотиваცია ექნებათ მათ, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად შეასრულონ მათზე დაგუსტებული მოვალეობა. ვესტიის სამაშველო სამსახურმა 2 ჩეხი ტურისტის გადარჩენა შეძლო ჩატენის მწვერვალის ფერდობზე. ტურისტებმა გზის გაგრძელება ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვეღარ შეძლეს. მაშველებმა სამძებრო სამაშველო ოპერაციის შედეგად ტურისტებს რამდენიმე საათში მიაკლეს და უნებლად ჩამოიყვანეს. ერთ-ერთი ტურისტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ვესტიის საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება. სვანეთში მესტიის რაიონში მწვერვალ ჩატენთან მდებარე ერთ-ერთ ფერზე ჩეხი ტურისტების ჯგუფის ერთი წევრის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მაშველება დროულად მიაკვლიეს და მესტიის მუნიციპალურ სახანძრო სამაშველო სამსახურთან ერთად დაზარალებულს აღმოუჩინეს დახმარება. უახლოესი დღეების განმავლობაში დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხალს ელოდებიან NASA-ს წარმომადგენლება პლანეტა მზეზე გიგანტური ღრუბელი დააფიქსირეს. ამერიკელი ობსერვატორების ინფორმაციით ღრუბელი დედამიწისკენ მოძრაობს და ნებისმიერ დროს შესაძლოა გეომაგნიტური ბიძგები დაფიქსირდეს. სპეციალისტების განმარტებით მზეზე მასის კორონალური გატყორცნა გუშინ დაფიქსირდა. რის შედეგადაც შესაძლოა 3 დღე-ღამის განმავლობაში მასამ დედამიწაზე გეომაგნიტური ქარიშხლის სახით მოაღწიოს. ბოლო დროს დედამიწაზე ქარიშხალი უკვე 3 ჯერ დაფიქსირდა. თუმცა მსგავს მოვლენას დედამიწისთვის კატასტროფული ზიანის მოტანა
არ შეუძლია. დედამიწის ზოგიერთ ადგილებზე მოსალოდნელია თანამგზავრული სისტემების, კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მწყობრიდან გამოყვანა.